გამარჯობათ მეგობრებო, დღეს მე და მიშიკო მოგესალმებით მეგობრებო, მე და გიორგიმ გადავწყვიტეთ სათევზაოდ წამოსვლა. დიდი იმედი მაქვს, რომ კაი გამოცდილებას მივიღებ. რაღაცებს ვისწავლი, რაღაცებს მავარჯიშებს, მასწავლის როგორ ვითევზაო სწორად. ამოიწერეთ აუცილებლად გიორგის არხი, ბევრ ცოდნას და გამოცდილებას დააგროვებთ. აი ხარი მიშო, ზღვაზე ვართ ეხლა მე და მიშიკო, ჩემო კარგებო, ცოტა მოუმზადებლად ვართ ეხლა ჯინსი და ასე შემდეგ. რომ არ ვაპირებდით ეხლა ამოსვლას. უცებ წამოვიდეთ. აი მიშიკომ ეხლა გეორგია ფიშერმანთან შეიძინა ჯოხი და შემომეხმია. ხო, შემომეხმიანა მიშა რომ ერთად გაგვეტესტა ჯოხი და არ შემეძლო ხა უარი მეთქვა ამ კაცისთვის. ეხლა კიდე ამოვა ჩვენი მეგობარი, ისიც გეორგია ფიშერმანისგან იყიდა ჯოხი და რო გაიგო ერთად მივდივართ, გადაწყვიტა რომ აქ ამოსულიყო და ერთად გვეთევზავა. დღეს პატარა სემინარი გვექნება რა, მე მიშიკოს და ჩვენ მეგობარს რა. პატარა რაღაცა რჩევებს მივცეთ ერთმანეთს, გავერკვევით. მიშიკოს ზღვაზე თევზია არ დაუჭერია. არა, გავწარებული ვარ თბილისის ზღვას. ვეცდებით რომ თევზი დავაჭერიოთ მიშიკოს. აბა ეხა ავაწყობთ, დავალაგდებით და ჩაგერთვებით მეგობრებო, დრო. წარმატებები ჩვენ. გაიხარ. ხა ლუკაც მოვიდა ჩვენთან და ეხა ავაწყობთ უკვე. ისიც უკვე ავაწყეთ, ეხა უკვე ვსილავთ. ლუკას უკვე კოჭაზე დავახვევთ წნულს და დავიწევთ უკვე თევზაობას და ნახოთ რა იქნება რა. ჩვენსაც მივცემთ ერთმანეთს და შევხედოთ. აბა წავედით. ეს ვიდეოში მაქვს ახსნილი, მაგრამ კიდე აქვს მეგობრებო. კომფორტული საშუალება, როგორ დავახვიოთ კოჭაზე წნული ან ძუვა. რომ არ იბოდიალოს ჩვენმა წნულის მანქომ რა, აქეთ კომფორტულია რა. აი ხა უწყოთ და ვაჩვენებთ ლუკას და მიშას, როგორ ვაკეთებთ, როგორ ვახვევთ. დაჭიმულ მდგომარეობაში. იყო სიტუაცია, რომ ებრუნდება, რომ ვისვრი, იმიტომ რომ არასწორად აქვთ მეგობრებო, ვინც აქვთ რა. აი დაჭიმულ მდგომარეობაში უნდა იყოს. არა თითებს არ გაგიჭრით გამორიცხულია რა. დაჭიმულ მდგომარეობაში, თუ აზრი არა. ხაი ნახე როგორ იხევს ლამაზად. ნახე. გას რაფაც უნდა დავახვიოთ. ბორცვები არ გვიდა, ბორცვებს არ გაიკეთებს. დაჭიმავს, რა თქმა უნდა, წავის დაჭიმავს. დაობდება და ეგეთ რაღაც არა. წნული მაინც წყალშია, ყოველთვის თევზაობის დროს ხო წყალში თევზაობს. ლოგიკურად. გადაობს. სო. ეხა მიშა მოზილავს თავის დასაკვებს. რა დასაკვებს იყენებ მიშა, აბა. ფლაგმანის მარწყვა. პირველად გიერთებით მეგობრებო ესეთი ვიდეოთი, რომელიც ეხა ჩემი გამომწერებთან ერთად ვარ და ესეთი მენტორის ვარიანტი ხა სულ ფაქტებაში ვარ. მადლობა ვინც მეხმიანება და ჩემ ჩვენს თვალიცინებს, მაგრამ აი ეს სიტუაციაში რომ უცებ ესე ამოვედით, არ შემეძლო რომ უარი მეთქვა. და რავი, მედია კაი თევზაობა გამოგვიყვება. თევზაობა უკვე გამოდის. თავარი ეგ არის ამოვედით უკვე. ხო, ჩვენ გვინდა ეხა მიშა როგორი თემაა, ჩვენ გვინდა ნაფოტა. ხო, ჩვენ გვინდა ნაფოტა. ისეთი მძიმეც კი არა, რომ წებოვანი იყოს ძალიან. ანუ ის გათვალე, რომ საკვებურაში გაიჭედოს და მალე დაიყაროს რა. ანუ იქვე არ ჩაიშალოს ზედაპირზე ეგეთი გათვალე. მანახებ და გეტყვი. ეს ეგრევე იშლება. არა, წყალი უნდა. წყალი მიეცი. ხო და კიდევ ერთ დავამატებ მეგობრებო, ადრეც თქვი და ყველა ვიდეოში ვიძახი, შემომეხმიანეთ, ნუ გერიდებათ. პირადად მე ძალიან სიამოვნებს რომ მეხმიანებით ხომ პირადში და გეხმარებით. იმიტომ რომ ძალიან ბევრი მეხმიანება და თქვენც იცოდეთ რომ აგვიანებთ.
არ მერიდება არაფერი, არც მეზარება, პირადად ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი მოდის და ნაწყენი არავინ არ გამიშვია და შენც გეუბნები ჩემი მეგობარო, თუ ფიქრობ რომ ან გერიდება ან რაღაცა, არა, მომწერე მეგობარო დაგეხმარები. ხამიცაშვილი გიორგი მიწერია Facebook-ზე. ეხლა ვნახოთ მიშას დასაკვები. ასე კარგია და ხო, აღარ უნდა მეტი. შენერია, ხო? ხო. აღარ უნდა მეტი. კაია, კაია რომ მეტი. შევჭამ ჩემი. აჰა, ლუკაც. დადარი. ეხლა ავაწყობთ ლუკას ჯოხს. ვაჩვენებ ფიდერის მონტაჟს. როგორი წყობა და რავი, კლასიკური თუ გარნერი მონტაჟი. მოდი კლასიკური. კლასიკური. მიშა კლასიკური ვითევზავებს, ლუკაც კლასიკური და მე ვითევზავებ მონტაჟით. გარნერის მონტაჟით და ვნახოთ რომელი იმუშავებს რა. აბა ვნახოთ ახლა. 12 ხო? 12-ით ვიწყებ, მაგრამ უფრო ჩემი აზრით, ჩემი თემა ხომ რომ პატარაი დავიწყო, რომ უფრო მივხვდე რა, სწორად დავიწყოთ, რომ დავამთავროთ, რომ მივხვდე რა უნდა რა. ეხლა დავიწყოთ, აგე იცის 12-ით იწყებს. შენ თუ გინდა დაბალი დაიწყე და ვნახოთ რომელი, იმიტომ რომ დაბლი ჯობია რა, იმიტომ რომ მივხვდე, აი რა თქმა უნდა, აიღებს, ჩაარტყავს, გავარდება, ენა ვარ მოკიდებს პირს, ხო? მე უკვე მივხვდები, უკვე ვზარდოთ, ნემსკავი რა. მოკლედ, ეხლა ვაწყობთ უკვე ლუკას ჯოხს და წავედით შევზაობა უკვე დაიწყება რა. ხუალინგის პირდაპირ ვარ ჩემო მეგობრებო. აეცხენები ეკით. მოკლედ, ბევრი ჯერ მაგახსილი, მაგრამ მოდი ეხლა ავხსნათ ლუკას და გიოსთ. ჩვენ მაყურებელს რა, ეხლა ვინც შეხება შემომხმიანება და ეხლა პირველად ნახავს ჩემი ვიდეოს, რო იცოდეს რა. აი ეს წნული ან ძუა არ აქვს მშრობა როგორც ევზაობთ რა. პირველ რიგში შედის ესეთი რვიანა კარაბინი შედის. აი ესეთი ამაზე პატარა ან თვალით არ აქვს პრობლემა რა. ოღონდ მაღლა არანაირი სტოპერი, არანაირი აი ესეთი რვიანა კარაბინი გადაბები ძუაზე და ასე შემდეგ. დაწვითვა და აქტიურთებს დაიჭრა, მაგრამ პასიურთებს ვერ დაიჭრთ. ეგ გამოგიცხეთ. მოკლედ მერე შედის ესეთი სტოპერები, ესეთი სტოპერები შედის. ეს სტოპერი შედის. სტოპერს შევუშვებთ. ეჭი. მეტი არ გინდა ერთი ცალი. ხო, აი, სტოპერი შევით. ახ უბრალოდ ეხა თუ გინდათ რვიანა შეაერთეთ გადაბაზე ან მარკუჟი გადააბით მე სადავე რა. ან სწრაფჩამკეტები ჩემი ვიდეოში ძალიან ბევრჯერ არის და შეიძლება სწრაფჩამკეტებიც იქონიოთ. მოჩ ამას მე მოვაშორებთ. აი ესე თემაა, მომერ კარაბინის ბულეტი. ამას მოხსნით. რვიანა კარაბინი გჭირდებათ, რომ ცვალოთ საკვებურები. აი ესეთი. ხო, მე არაფერი არ უნდა, სადავე შეიძლება ლუკა. ადვილია რა. სადავე შეიძლება. შეგიძლიათ ხა სტოპერით მაგირვაც სილიკონის ბურთულები გამოიყენო. ან აი ფლეჩიო ვიყენებთ ხოლმე. გამოწევ სილიკონს და სექტორები რა. ეგეც შეიძლება გამოიყენო და ასე შემდეგ რა. ოღონდ აი ესე უნდა აწყო. რვიანა კარაბინი ესე რა. ეხლა სადავე აწყე უკუნწოზე. ოღონდ უკუნწოზე კიდევ ყოფილა შემთხვევა რომ უკუნწოს ვერ ვიყენებ და ასე შემდეგ რა. თუ ყუნწიანს აკეთებთ, ხო? იგივეს გააკეთებთ უკუნწოს. იგივე კვანძი უნდა გააკეთოთ. მაინც ატარებ და მაინც კვანძავთ, ხო? იგივეს გააკეთებთ უკუნწოზე რა. ანუ კვანძა, ყუნწიანზე თუ აკეთებთ კვანძს, ესე იგი გამოგივათ უკუნწოზე, სამაგით მოვიდა რა. ლუკა ზილავს, ნახევარს მოზიდავს მარწს და ნახევარს ვანილს და ნახოთ. აი შრომი. ეხლა ვანილი არის წვრილი ფრაქცია. სინამდვილეში ჩვენ წვრილი ფრაქცია გვინდა, რომ ვაშიოთ თევზი რა. და მალე ვიჭიროთ. ანუ როცა ჭამს და არ ძღება, მე წვრილი ფრაქცია არის ჭია და მე იმაზე ეტანება რა. ეხლა ამ ეტაპზე არის წვრილი ფრაქციასაც ვამატებთ, ეხლა მარწვი არის სინამდვილეში კობრის
მეგობრებო, ვინც არის ეს მარწვი არის კობრის, წვრილი ფრაქცია. ჩვენ თუ აქტიურ თევზს წვრილი ფრაქციით დავიჭერთ 100-დან 100, თუ მარწვს კი იჭერთ და მუშაობს 100-დან ცოტა 50-ს დავიჭერთ, იმიტომ რომ ის წღება და გადის. როცა აშიებ, უფრო მეც იჭერ, რა თქმა უნდა. აჰა, ეხლა ერთმანეთს შაზილა, კარგია, ეხლა ნელა წყალი ზილვა. ჩვენ არ გვჭირდება ხვიერი მასა, ლუკა, ჩვენ გვჭირდება ცოტა მძიმე მასა. ისე რომ ისეთი კი არა რომ საკურბოში გაიჭიროს. ისეთი რა, მალე იშლებოდეს, მალე იყვნებოდეს. ეხლა ეს წყალი აღარ მიცე და ერთმანეთში გაათაზია. გაადგა. ძირიდან კარგი. ნახე. გეშკიდია ხო? ცოტა წყალი მიიცი კიდე და ოდნავ წყალი მიიცი. ოდნავ თორე დაგიწებდება. აბა ეხა მოზილე ესა მანახე. კაი. კაიო? აუ ნახე რა სვოათრე. აუ რა სვოათრე ნახე რა დავიჭირე. ოდი დაიჭირე ხო? ჩაგვაქვს მიშას თეთრ ჭიაზე მეგობრებო. ია, თევზი ვერა, მაგრამ აი მეგობრებო, ასუფთავებ წყალსაცავს. რა ხელა ბალახი დავიჭირე. ო, მაგარი ჩაურტყა. არა, ეგრე არა, ეგრევე რა წამოიგე, რა საკეთებ? არა, ეგ გარიგცე, მაგლა აწიე ჯოხი ძმა. ხო. აკონ ნელა, აკონ წამოიღე, რომ ამ ჯოხის ფართხალით თევზი არ გაიქცეს. მაგლა აწიე ცოტა ჯოხი, კიდე? всё, ეხლა წამოიღე ნელა. იკაიფე წამოსვლით რა. კაი ჩასყმა იყო. არა, ესე ვამოწევ, ესე კი ჩაატყა. ამოწევა და ესა ამორტყმა ერთი იყოს. არის გოდი კი, დაიჭირა. ლუკამ დაიჭირა. არის დაიჭირა ლუკამ. კაია, ოჩახ. აჰა, ქორჭილას ვერ აცვით ვაიც, მაგრამ კაია. აჰა, ქორჭილა დაიჭირა ლუკამ. წითელი ჭია. მონათლა ჯოხი რასაც ქვია. აბა დაურტყა მიშას ნახოთ რაია. არის. დაიჭირა, კარგი. კაპარჭინა დაიჭირა. მიშიკომ. ონათლეთ. ეს ანკისიც. აი დაიჭირა მეგობრებო, მიშიკომ. თეთრ ჭიაზე, პატარა კაპარჭინა. ესე. საყვარელი. რომელსაც პატარაა და თვითონ მითხავ გაუშვებო ხო და გაუშვებს გაიზარდოს და მე გაგოხაროს. წავიდა. წავა, ეგრე იცის კაპარჭინამ და თუ გაისროლე ჯობია, ცოტა შორს. ეგრე იცის, ეგრე. წავა, აჰა, მოხი. კი. სო, ისას ჯოხიც და ხალი ანკენის მონათლე. კაია, მიდი ხა ჩაატრიალე მალმალე რომ იქ დგას. აია, კაათ მიდის ყველაფერი მეგობრებო, აგე ლუკომას დაიჭირა. ილისის ზღვაზე წლის თევზი არ დავიჭირე. მოგითხარი დავიჭერთ მეთქი. წლის თევზი არ დავიჭირე ილისის ზღვაზე. აბა რა სიტყვი ახლა, მიშო? კაია რა, თევზაობას არაფერი ჯობია ხალხო რა. და ერთ სიტყვი რომ გამოცდილ მეთევზებთან ჯობია. არა მიშო? რა თქმა უნდა. დღეს მოვიტაცეთ აგერ გიორგიდან. აია, გავაგზავნოთ. მე ვეროდები მეგობრებო, მე სიმინძე მაქვს ჩაგდებული. მიშას აგე თეთრ ჭიაზე თევზაობს. ლუკა ნაკელის წითელი ჭია და ნახოთ. რა იქნება. 2 საათი კიდე გავჩერდებით და
შეიძლება გეტყვით. არის დავიჭი. და გიორგამაც დაიჭირა. ეს არის მეგობრებო ვიბა, ანუ რებეცი. ვიმბა არის ქართულად, რებეცი რუსულად. შამაიას როგორ გავს? ხო. როგორი სახე აქვს? ეს ვიმბა. თესმაწზე. დავუშვით. მოკლედ 3 მინუტი თევზი დავიჭირეთ რა. ეს არ იყო დაგეგმილი თევზაობა, კიდევ ერთხელ გეტყვით მეგობრებო. ეს უბრალოდ ჩემი მეგობრების თხოვნით აინტერესებდათ გაიგოთ სწორი თევზაობა რა იყო, სწორი მიმართულება მიმეცა, ხო ეგრე იყო მიშა? კი გენაცვალე. ხო, სწორი მიმართულება მიმეცა დამწყებებისთვის და ეს მოხდა. უცებ აიღო ალღო მიშიკომაც, უცებ აუღო ალღო ლუკამაც და შედგა რა ჩვენი შეხვედრა, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი რაც იყო ის ხო შედგა. ეხლა 1 საათი კიდე დავიშვდებით და დაგემშვიდობებით და თუ რაღაც ამოვა გეტყვით და განახეთ მეგობრებო რა. რაც იყო ეხლა ჩვენი მიზანი შედგა რა. გავაგისა ურჩიე ბიჭებს. რა უნდა გაეკეთებინათ, სწორ გზაზე დავაყენე, დანარჩენი უკვე ვივლით კიდევაც ერთად წავითევზავით და უფრო მაგრამ დაამოღამებენ რა. დავიგმოთ, ხო მიშა, უეჭველი? კი, დავგეგმოთ. ერთი კვირა ავარჩიოთ და დიდ საღამომდე შეუბეროთ რა როგორც საჭიროა რა. ეხლა 2 საათით არაფერი არ არის. აი, გავაგზავნეთ მეგობრებო. კიდე მეორე დაიჭირა მიშიკო. კიდე კაპარჭინა დაიჭირა. ოდნავ დიდი, ოდნავ დიდი. ამასაც გავუშვით. საღოლ მიშა. ავადუღოთ თბილისის ვერ ვიჭერო და აგე. გვაჯობა ყველას. ერთ ჭიაზე კარგად წამოვიდა. ოსაბავჩა. ოპა. წავიდა. აი, წავიდა. აბა გავაგზავნეთ. დასვა. და მოსდილი იქნება, აი. რაღაცა კარგი. ო. ფიჭურა შამაია. რამხილო. სკერი და დაიხო. სკერინა რამხილო. შამაია? ოჰო, რა შევანახე. სკერი და დაიხო შამაია. ანახე. ესეთი. და შუქზე ვანახოთ და გავუშვით. ჩანს. ვიცა იქიდან დავუდგე. აი. გადგაწია, გადააგდო. მაგარი წაკვრა აქვს მაგ დალოცვისა რა. აი, აბა ესეც გავუშვით მეგობრებო. დღეს არაფერი არ მეყვავს. ეს შემდეგში კიდე როგორც წესია, ატარებს გავუშვებთ, ცოტა მოსდილებს დავიტოვებთ, დოზირებურად დავიტოვებთ, რა თქმა უნდა. დღეს მართლა არაფერი არ მიყვავს. დღეს მართლა პატარა სემინარივით გამოგვივიდა რა და ეგ იყო და ეგ. არ ვაპირებდი თევზაობას, მაგრამ რომ მაინც ვერ გამიძრო, თევზაობა დავიწყე. ჩვენც უკვე მალე დავამთავრებთ მეგობრებო. შვენიერი საღამო გამოგვივიდა. აჰა, მიშიკომას დასვა. კი, არის. არა. კაპარჭინა ისო კაპარჭინა დაიჭირა მიშიკო. ისე პატარა, ლამაზი, ამასაც გავუშვით. აქ რომ მოვდიოდით, მეგობრებო, ჩემ მეგობრებო მეუბნებოდნენ რომ აზრი არ აქვს თბილისის ზღვაზე არაფრის დაჭერასო რა და მე ვთხარი ისეთ კაცს საერთოდ მივდიო რომ აუცილებლად დავიჭერ მეთქი და მე გიხსნა როგორც იქნა თბილისის ზღვაზე თევზის დაჭერა. მე ზიზღებოდა ეს ადგილი არა და გაიხარე.
მოკლედ აი ესეთი კაი დღე გამოგვივიდა ჩემო კარგებო. ნასიამოვნები მივდივართ. მოწყნილები არ მიდიან. მეგობრებო, ჩვენ ახლა დავამთავრეთ მე ლუკამ და მიშიკომ. კაი დღე გამოგვივიდა, 3 საათი გამოგვივიდა და ძალიან კარგი იყო. რავი ბიჭებო, რა სიტყვით. მე ძალიან ვისიამოვნე, დიდი სიამოვნება მივიღე. კიდევ ერთხელ გეტყვით, გამოიწერეთ აუცილებლად გიორგის არხი. ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ, ძალიან ბევრ ცოდნა შეიძენთ და არ ვიცი. თუ რამე კითხვა გექნებათ, კიდევ აუცილებლად მიწერეთ ამ ოქროს ადამიანს ყველაფერში დაგეხმარება. გაიხარე. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე მე პირადად ამ 3 საათში ცოდნა და როგორ უნდა ითევზაო სწორად, რა მეთოდი შეარჩიო, როგორ შეცვალო, რა შეცვალო. დავეთანხმები მიშას, ძალიან კმაყოფილი ვარ, ბევრი რამე ახალი ვისწავლე და ცოტათიც გავერთეთ რა 3 საათში მოვასწარეთ, თევზების დავიჭირე. და კიდე ძალიან ბევრი საღამო გამოგვივიდა. ძალიან ბევრი გასვლას გავაკეთებთ კიდე ჩვენ ბიჭები და რავი, ძალიან კარგი იქნება. და კიდე ვიც ხა გერიდებათ მოწერათ ჩემთან რა, ძალიან გთხოვთ მომწერეთ, დაგეხმარებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მწერს, ძალიან ბევრს დავეხმარე და თქვენს დაგეხმარებით რა. აგერ მიშიკო ვერ იჭერდა ზღვაზე თევზს, მაგრამ ყველას გვაჯობა დღეს და მოკლედ დაგაშვიდობებით მეგობრებო, დროებით აბა. კარგად. კარგად.